ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გთავაზობთ ყველა საინტერესო ინფორმაციას ქართული და უცხოური შოუ ბიზნესიდან. რა თქმა უნდა ინფორმატორში და რა თქმა უნდა ლაილაისთან ერთად. ჯგუფ რონდოს პროდიუსერი ქალბატონი ლიზი ოთარაშვილი სულ ახლახანს ჩამოვიდა ამერიკიდან, სადაც იგი მიწვეული იყო ლუიზიანას შტატში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე ოქროს მაგნოლია. სხვათა შორის შეგახსენებთ, რომ ამ ფესტივალზე შარშან საქართველოს სახელით იყო მიწვეული სალომე გასვიანი. ახლა კი ქალბატონ ლიზის გავესაუბროთ. კონკურსი მიმდინარეობდა მსოფლიო მუსიკალური ფესტივალების ფედერაციის FIDOF-ის ეგიდით და სწორედ ამ ორგანიზაციის წევრი გახლავართ და თვითონ FIDOF-ის პრეზიდენტის პროფესორ არმანდო მორენოს მიწვევით და ასევე საორგანიზაციო კომიტეტის ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით და მათივე დაფინანსებით სხვათა შორის მიმიწვია საერთაშორისო ჟიურის წევრად. მეორე ჩატარდა წელს და მიმართულება იყო განსაკუთრებით pop მუსიკის მიმართულება იყო, იქ ძირითადი მე თან წავიღე რონდოს დისკები და რასაკვირველია საჩუქრად დაურიგე ჩემს კოლეგებს და იქ ვისაც ჰქონდა ინფორმაცია ხო ისედაც გამოხატავდა თავის აზრს და ვისაც არ ჰქონდა აი მოსმენილის შემდეგ უკვე გამოხატავდა აღფრთოვანებას და განსაკუთრებულად ბოლერომ გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი, იმიტომ რომ მსოფლიოში არ არსებობს ბოლეროს ვოკალური ვერსიის ანალოგი და იმდენად ისეთი დიდი გამოხმაურება პოვა ამ ფაქტმა, რომ ჩვენ ჩავწერეთ ბოლეროთან 4-ხმიანობაში, რომ იქვე მიიღეს გადაწყვეტილება და უკვე ოფიციალური მიწვევა გაუკეთეს ჯგუფს ჩიკაგოში, სადაც უნდა შესრულდეს ეს ნაწარმოები ჩიკაგოს საკმაოდ ცნობილ ორკესტრის თანხლებით. ცნობილი ქართველი რეჟისორი რეზო ჩხეიძე დიდი ხნის პაუზის შემდეგ მხატვრულ ფილმს იღებს. თბილისში გადაღებები უკვე დაწყებულია. როგორც ჩვენთვის გახსნათ ცნობილი, მომავალში გადამღები ჯგუფი ბორჯომსა და წაღვაშიც გაემგზავრება. უკვე უნდა გითხრათ, რომ რამდენიმე წელიწადია, რაც სცენარი მზად არის. შეგვეძლო ეს დაგვეწყო 2 წლის წინათ, 3 წლის წინათ, მაგრამ საბოლოოდ მაინც საქმე იმაშია, რომ ვერ იქნა და ფინანსიური მხარე ვერ მოგვარდა. ფილმი უნდა გამოვიდეს ძალიან საჭირო ქართველი ხალხისათვის, ჩვენი სამყაროსათვის საერთოდ და უთუოდ ამ ფილმმა განსაზღვრული კეთილი, მე ვიტყოდი, უნდა მოახდინოს გავლენა ჩვენ ხალხზე. მე არ მინდა თქვა, რომ ახლა ამ სურათს ნახავენ და ხალხად ყველაფერი გადაწყდება და ყველა დალაგდება და ყველა ანგელოზის ფრთებით იფრას. კლუბ 16 რაუნდში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სექტემბრის გეგმებზე ისაუბრეს. კლუბის დირექციამ და პრესსამსახურმა ზაფხულის შედეგებით შეაჯამეს. სულ იქნება 11 კომპოზიცია, ყველა საინტერესოა ელექტრიკაზია ზონა. ეს იქნება ჯაზ როკი. დანარჩენი რაც გაინტერესებს, ავიცი ეს პარასკევები იმდენად განაწილებული არ არის, რამდენადაც აი თქვა მოსკოვიდან პასუხს ველოდებით აზერბაიჯანელი სტუმრები, როგორც ადრევე დაპირებულები ვიღავით, ველოდებით იმათაც. თავისი მანეკენებიანა და მომღერლებიანა. დღევანდელი პრესკონფერენცია ეწყობა შემდეგ საკითხთან დაკავშირებით. 16 რაუნდისთვის სექტემბერი არის სეზონის ბოლო თვე.
ანუ ასე ვთქვათ, რაღაც ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, რომ მომხმარებელს და ჩვენს მაყურებელს რაც შეიძლება მეტი კაი ღონისძიებები ვაჩუქოთ და ჩვენს პრინციპში აგვისტო, რომელიც შედარებით უფრო ესეთი მკვდარ სეზონად არის წოდებული, მთელი აგვისტო მოვანდომეთ სექტემბრის, ასე ვთქვათ, კარგად დაგეგმოს და დახუნძულას კარგი ღონისძიებებით. ჩვენ ჩავატარეთ არაერთი ღონისძიება მუსიკალური, ასევე მოდის fashion party მოდის ფესტივალი მიმდინარეობდა საკმაოდ აქტიურად, ამჟამადაც გრძელდება და გაგრძელდება სექტემბრის ბოლომდე. ხალხისთვის გვინდოდა ყველა ქართველი ცოცხალი შემსრულებელი გვეჩვენებინა და ეს შევძერით, აქ იყო ისეთი კომერციული პროექტები, როგორც იყო თქვათ Viagra, როგორც იყო თქვათ ასაფართი, ნახევრად კომერციული, ნახევრად საიმიჯო, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ყველა ღონისძიებამ თავთავისი როლი ითამაშა 16 რაუნდის რაღაცნაირი ამ იმიჯის ჩამოყალიბებაში, რაც დღეს აქვს. ჩვენი გეგმებით და თუ ასე ვთქვათ, ამინდმაცხ შეგვიწყო, წესით უნდა იყოს ძალიან წარმატებული ეს თვე, იმიტომ რომ საკმაოდ მრავალფეროვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. ეს არის ყოველ შაბათ დღეს 6-ში, 13-ში და 20-ში 16 რაუნდში იქნებიან ლონდონიდან დიჯეები, რომლებიც არიან საუკეთესო ათეულში მსოფლიოში. ისინი უკრავენ საკმაოდ პოპულარულ საკლუბო მუსიკას, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი ძალიან ადვილად გაიგებს და ძალიან მოიწონებს. ყოველ პარასკევ დღეს იქნება 16 რაუნდზე და ზალიკო ბერგერის ფესტივალი, სადაც სხვადასხვა ქართველი დიზაინერები წარმოადგენენ თავიანთ დეფილეებს და აქაც ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება 5 რიცხვი და 7 რიცხვი, როდესაც თვითონ ზალიკოს მოდების ჩვენება იქნება. გარდა ამისა იქნება კიდე დავით ნადარეიშვილის 4 პროექტი, რომელზეც დღეს პრესკონფერენციაზე უფრო დაწვრილებით დათო საუბრებს თვითონ ალბათ. ეს იქნება განსხვავებული 4 დღე, მათ შორის ერთი იქნება კოკა აბზიანიძის პერკუსიაზე და პერკუსიის და დიჯეის რაღაც ესეთი სინთეზი, იქნება ჯგუფ ლაით მოტივის კონცერტი, იქნება აფროსელტიკის რაღაც უფრო გათანამედროვებული ვარიანტი, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მომღერალმა ანრი ჯოხაძემ, რომელიც ქალაქ ვარნაში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, ფესტივალის გრან-პრი და საპატიო დიპლომიც მიიღო. ამასთან ერთად მან წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა იქაურ პუბლიკაზე. ამასთან დაკავშირებით Five Line Production-ის სტუდიაში პრესკონფერენცია მოეწყო. სწორედ ამ კომპანიამ უზრუნველყო მისი გამგზავრება. კომპანიაში ასეთ სახის კომპანიებში მოდის, რა თქმა უნდა, მოწვევა, შემდეგ კომპანია არჩევს თვითონ მომღერალს. Five Line Production-ში მოვედი. მამუკა სააკაშვილს რა თქმა უნდა წლების მანძილზე ვიცნობ და ხოვე რაიმე ფესტივალი თუ აქვს საინტერესო. შემთავაზამ, რა თქმა უნდა ფესტივალები იყო აქ ძალიან ბევრი და ჩვენ უახლოეს დროში რაც სტარდებოდა ავარჩიეთ ეს კონკურსი ვარნაში პესნი ნატრიმორეტა, ესეც ვარნა 2003. შემდეგ შევარჩიეთ სიმღერები, შევასრულე ერთი ქართული კომპოზიცია. რუსუდან ჩხაიძის კომპოზიტორს. და შემდეგ ვიმღერე მეორე ტურში ძველი რუსული შლაგერი, ფილმიდან 31 ივნისი. საუნდტრეკი ამ ფილმის მირბეზ ლიუბიმა ალექსანდრ ზაცეპინის. მან გაგზავნა მომღერლისთვის ესეც სახარბიელო არის, ერთი მეორესთვის არის კარგი. რა ფესტივალზე წავიდეთ, მოვიდეს და მე რამდენად ველოდი გამარჯვებას ველოდი, იმიტომ რომ თვით დაჯერების მომენტი იყო. როდესაც ასეთ ფესტივალზე მიდიხარ, ყველა კონკურსანტი რა თქმა უნდა ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს გარკვეულწილად. ჯგუფი ქუჩის ბიჭები ახალ რიგით მეოთხე ალბომზე ასრულებენ მუშაობას. ამჟამად ისინი ბოლო სიმღერაზე ასრულებენ მუშაობას მაესტროს ხმის ჩამწერ სტუდიაში. ალბომი სავარაუდოდ დეკემბრის თვეში გამოვა. მაშინ არ უნდა მანდ. არ უნდა, არ უნდა. აუ პატას სოლო სად არის? დავაი გადადი ჩემ სოლოზე და ირაკლი. ეს არის ხო? ჩაფე. ჩემი ხმა რაც არის ნამღერი, ის ჩამირთე და ხო არა ის ჩამირთე პროსტა რომ იმასთან ვიყო რა მობილიზებული. შენა რა სიტყვებია მანდ? მე როგორ აი ეგრე აი მენა გული ჩადეში. ხო. მე როგორ მინდა შენთან მოვიდე. არა. მოვიდე ჩაწერე და ჩეკი. არა, კიდე. ჩვენთვის ეს ალბომი ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ძალიან სერიოზულად მუშაობთ ამ ალბომზე, როგორც ყველა ჩვენ ალბომზე მუშაობდით, რასაკვირველია, მაგრამ აქ არის ისეთი სიმღერები შესული,
რომელშიც 4-ვეს შესაძლებლობები არ არის გამოყენებული, არის სოლო სიმღერები. მე როგორ მინდა შენთან მოვიდე და ამით მოგიყვე, რას და ამით მოგიყვე. აჰა. და ამის შემდეგ იწყება ანუ გადაღებები იმ გადაღებები ხდება იმ სიმღერებზე, რომელიც ჯერჯერობით არ აჟღერებულა არც რადიოსადგურში, არც ერთ რადიოსადგურში, რომელიც შენახული გვაქვს და ვაპირებთ, რომ მომავალში გადავიღოთ მასზე კლიპები. ანუ ამ შემთხვევაში პირველი კლიპი, რომელსაც ვიწყებთ, ეს იქნება გიგა აგლაძესთან ერთობლივი ნამუშევარი, ანუ რეჟისორ გიგა აგლაძესთან ერთად თანამშრომლობა. და იქნება ძალიან საინტერესო, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ პატარა დეტალს გეტყვით ამასთან დაკავშირებით, რომ ეს კლიპი იქნება ჩვენი ცხოვრების ასახვა და გადმოტანა სიმღერაშიც, გადმოვიტანეთ და ვიდეო კლიპშიც, ვიდეო რგოლზეც. დაღამით. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.